ფიქრობთ ტრამპის ამ განცხადებულ დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ და ამერიკაში რამდენად იზიარებენ მის ამ დამოკიდებულებას, როგორ გონიათ? გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ამერიკა, თვითონ ამერიკაში მოსახლეობა მოგეხსენებათ საზოგადოება არის გაყოფილი ორად, დემოკრატიული და რესპუბლიკური, მაგრამ კლასიკური აღქმა იმისა, რა როლი აქვს ამერიკას და საით მიდიან და დაფუძნებელმა მამებმა რისთვის და რა მიმართულებით მოსიარულე ქვეყანა შექმნეს, ამაზე ყველა თანხმდება. ეს პერიოდი, ეს მოკლე პერიოდი, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ძალიან მოკლე პერიოდია იმისთვის, რომ ამერიკაში შიგნით ამან გამოიწვიოს საზოგადოების ფენებში, ასე ვთქვათ, ნებათა ხელები, რომელიც გადაიზრდება პოლიტიკურ მოთხოვნებში და ასე შემდეგ. ჯერ დრო არ გასულა, სულ ერთი თვეა გასული, მაგრამ ამერიკელებისთვის ამ ერთ თვეში ბევრი მოასწრო ტრამპმა, მე თუ მკითხავ, ბევრის დაშოვა. ნახეთ, აი ზუსტად მაგაშია საქმე, რომ რაც ორომტრიალი დააყენა ტრამპმა, აქედან ის ჯერ ამერიკის მოსახლეობას ყიდის თავის წარმატებას, მაგალითად პანამაში, რომ პანამის მთავრობა იძულებული გახდა ჩაეხსნა ჩინეთს და გაუშვა ჩინეთი პორტების მართვიდან. მეორე წარმატებას ყიდის თავის ელექტორატში იმას, რომ მაგალითად ისლანდიის გარშემო ჩინური და რუსული შავი ფლოტის სადგომები, ასე ვთქვათ, და ის არქტიკის გზა, რომელიც პრაქტიკულად ამერიკას არ აყავს ყინულჭრელები და ჩინელებიც გახსნილი იყო არქტიკული წიაღისეულის კედლად სამხედრო სტრატეგიული დანიშნულებით, იქაც ევროპას რახან შეუტია, რახან ეს რაღაც ვაჭრობის ფორმულა ჩართო გრენლანდიის გარშემო, ევროპა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამატებითი კონტინგენტი შეიყვანოს და აი ესე თქვენ არ დაგვიჯდა ფული. აი და ისე მოვაგვარე ეს საკითხი. აი სულ ამ კონტექსტში აქვს მთელი ისაც, რომ კანადასთან დამოკიდებულება რატომ გიხდით 40-50 მილიარდ დოლარს წელიწადში, როცა მე უნდა დავიცვით თქვენი უსაფრთხოება და თქვენ არ გინდათ ამაზე ზრუნვა. ამიტომ დაგიწესებთ ტარიფებს. დაგიწესებთ ტარიფებს, ეს ატყდა ერთი ამბავი და ეს დამთავრდა იმით, რომ ტარიფების ომი მექსიკასთანაც დამთავრდა იმით, რომ მექსიკამ 14,000 და კანადამ 10,000 დამატებითი სახელმწიფო მოხელე, პოლიციელი მესაზღვრე დაამატა, რომ საზღვრები გაკონტროლდეს ამ ანტინარკოტიკული ტრასების, ნარკოტიკული ტრასების უკრაინის საკითხზე მაინტერესებს. ეს არის, ანუ მე ხელ მოგახსენეთ თქვენ, ეს რას ყიდის ტრამპი ამ ეტაპზე წარმატებისთვის. ეხლა უკრაინაში რაც ხდება და ევროპასთან რაც ხდება. უკრაინასთანაც დაიწყო უხეში ვაჭრობა. ეს უხეში ვაჭრობა ფორმით ეს მისი სტილია და ეს ამ ფორმით ითხოვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ამას მიიღებს. ან ის დამოკიდებულება ევროპისადმი და ისტორი ევროპისადმი, რაც აქვს დღეს, ეს ანიშნავს იმას, რომ ის ევროპას ჩახსნის თამაშიდან. თითქოს ესე ჩანს, რომ არაბეთში რუსეთს შეხვდნენ და ელაპარაკდნენ და უკრაინის თაობაზე საუბარი და ევროპის უსაფრთხოების თემაზე საუბარი გამოვიდა თითქოს, მაგრამ პუტინმა თავის ინტერვიუში თქვა, რომ ეს ორი ქვეყნის დაახლოების და ურთიერთობების აღგენის პროცესი უფრო მეტად იყო, ვიდრე სხვა რაღაცების განხილვა. სხვა საკითხები, ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის საკითხები და ასე შემდეგ განიხილება მომავალშიო, პუტინმაც კი ასე თქვა. ასე რომ დროზე ადრე არაფრის არ შეიძლება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ევროპა იძულებული გახდება აქამდე რაც უნდა გაეკეთებინა იზრუნვა საკუთარ უსაფრთხოებაზე, სამხედრო რესურსი და სამხედრო სამრეწველო რესურსი ევროპას დღეს არ გააჩნია ისეთი, რომ მან რუსეთის სამხედრო ოპერაციების, მის წინააღმდეგ გამართულ სამხედრო ოპერაციების შემთხვევაში თავი გაართვას იგივე სამხედრო მასალების წარმოებას. ამიტომ ისევ ევროპას მოუწევს დიდი თანხის გამოყოფა და უკვე ითქვა ციფრი 700 მილიარდი უკრაინისთვის, იქ ნახევარ მილიარდს თავისთვისაც მარაგების შესავსებად თავისუფლად მიაწოდებს ამერიკას.
იმიტომ რომ მარაგები ძირითადი და წარმოების პოტენციალი ამერიკაში უფრო მეტია ვიდრე ევროპაში. დღეს სამწუხაროდ ეგეთი სიტუაცია და ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპი ამას კარგად გაყიდის თავის ელექტორატზე და იტყვის, რომ აი მაგრამ აი უკრაინის მიტოვებას როგორ გაყიდის თუ უკრაინა მიტოვებული აღმოჩნდა ამერიკის მხრიდან? არა, უკრაინას არ მიატოვებს, ამერიკას აერივი სჭირდება. იმის ფონზე, რომ ახლოვდება ტაივანის პრობლემის მწვავედ დაყენების პერიოდი, ამერიკას ნახევარგამტარებისათვის და იმ IT ტექნოლოგიებისათვის საჭირო მასალების წარმოებისათვის აერივი სჭირდება ის, რაც დევს უკრაინის მიტაში. ასევე სჭირდება ეს პუტინსაც. ეხლა გლაპარაკია ისინი მიუძგებიან ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან და დაიწყებენ თუ არა ამის ამოღებას ყველაფრისას, მაგრამ გააჩნია როგორ მოელაპარაკებენ. ამისთვის გასაჩერებელია ცეცხლი. ეს ხო მარტივი პროცესი არ არის. იქ დანაღმულია ყველაფერი, იქ საბრძოლო მასალებით არის მოფენილი იქაურობა, დენის უნდა გაიწმინდოს, მერე უნდა შევიდეს ინვესტიციები, ანუ ინვესტიციის პირველი საფეხური უნდა იყოს იმის გაწმენდა. ეს დაახლოებით 2-3 წლიანი პროცესია. ეს მიდა, ამიტომ ეს მისი ხისტი, ეს ნაბიჯები მე ვფიქრობ ძალიან საშიში არის. უკრაინისთვის. იმიტომ რომ ისინი მივლენ ევროპასთან ერთად უკრაინა ამერიკასთან ჭიდილში მოლაპარაკებების დონეზე მივლენ იქამდე რომ ცეცხლი შეჩერდეს უკრაინისთვის სასარგებლო პირობებზე. ამორიცხულია სხვანაირად ევროპა ვერ დაუშვებს ამას. იმიტომ რომ მერე სამიზნე ხდებიან თვითონ. სამიზნე ხდება ბალტიისპირეთი და სამიზნე ხდება ფინეთიც. ასე რომ მათ სხვა გზა არ აქვს. და ძიმე პოლემიკაში შევლენ ტრამპთან, რა დაახლოებით 2-3 თვეს კიდე გაგრძელდება. კი ბატონო, ნახოთ როგორ